ახლა ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა. გამოჩენილი ლოტბარის საზოგადო მოღვაწის და სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილისადმი მიზღვნილი საღამოები და ღონისძიებები იგეგმება. 30 მაისს კი გაიმართება დამაგვირგვინებელი საღამო ჯასურ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, სადაც ანსამბლ ერისიონის მომღერალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ სტუმრებს მინდა მივესალმოთ ერისიონის ლოტბარი თორნიკე კანდელაკი და ერისიონის მომღერალი თამაზ ბლუაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. სალამი. მოგესალმებით და აუცილებლად უნდა მოგილოცოთ გუშინ თქვენი ანსამბლის მონაწილეების ესეთი საოცარი გამოსვლა. ნამდვილად ფანტასტიკური გამოსვლა იყო და კონცერტები ეძღვნება ჯემალ ჭკუასელს და მის იუბილეს, მის ხსოვნას და რა თქმა უნდა ინტერვიუც უნდა დავიწყოთ მასზე საუბრით. მოგვიყევით ბატონი ჯემალის შესახებ გავიხსენოთ იქ. მოგესალმებით. 1995 წლიდან ვარ ანსამბლ ერისიონის მსახიობ მომღერალი. 30 წელი გაატარეს. შესაბამისად ყოველდღიური შეხება მქონდა ბატონ ჯემალ ჭკუასელთან. ჯერ მამა თქვენიდან დაწყებული და მამა ჩემიც ანსამბლის მოქმედი წევრი იყო. შემდეგ გახდა ადმინისტრაციაში გადაინაცვლა მამა ჩემმა და მე მისი ადგილი დავიკავე ანსამბლში. ძალიან ბევრი შემიძლია მოყვე ესეთერი ნამდვილად არ იყოფა ბატონ ჯემალის საუბარს. ყოველი დღე ჩვენი რეპეტიციის იყო სუსიახლე. რომ მივედით პატარა ბიჭები ვიყავით მაშინ დიდ ბუმბერას მომღერლებთან ერთად ვიჯექით და თავდებოდა რეპეტიცია. ბატონო ჯემალი გტოვებდა 7-8 ბიჭი ვიყავთ ახალი მოსულები და გვასწავლიდა და საათითაოდ ყველას 2 საათი 3 საათი ხანდახან გტოვებდა და გვასწავლიდა ამ სიმღერებს რომლებიც ჩვენ არ ვიცოდით რომ რაც შეიძლება მალე დავწევდით ამ ბუმბერას მომღერლებს შესაბამისად ახლა ჩვენს უჯერებდით და ალბათ ჯეროდა ჩვენი მას და ალბათ გავუმართეთ კიდევაც რომ უკვე დღემდე ანსამბლში ვარ დღემდე მოვაწეობთ და ამ წარმატებით მივყვებით ამ დიდ ხელოვნებას ასაც ქვია ქართული ფოლკლორი მაგიტომაც იყო რომ თან დიდი იყო პატარასთან პატარა ბატონო ჯემალი კონცერტის შემდეგ გასტროლზე რო ვიყავით ყოველთვის ყოველწეძებდა ისეთ საშუალებას რომ ჩვენთან ყოფილიყო ჩვენი მეგობარი რა თქმა უნდა ქონდა საოცარი დისციპლინა მადლობა მას ამისთვის რომ აკადემიურობა რასაც ქვია აკადემიური სიმღერა დისციპლინა რომელიც ახლა შეიძლება შინაგანად გააქვს ადამიანს მაგრამ მანამ ისე მიგვაჩვია ამას რომ მთელი ცხოვრება არ არსებობს ახლა ჩვენ სადმე დავაგვიანოთ სადმე მივიდეთ ვიღა რაღაც საყოდური მივიღოთ სულ მივიდოთ ყველგან ადრე ეს არის ბატონო ჯემალის დამსახურება არის ნამდვილად და თქვენი თვალით დანახული ბატონი ჯემალიც თუ შეიძლება რომ მე ესე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა თამაზივით წლები ესე ეს დრო არ გამიტარებია მაგრამ გავატარე 3-4 წელი ბატონო ჯემალთან ერთად და საკმაოდ ისეთი ბაბუა შვილიშვილური საუბრები გქონდა მასთან ოთახში და ძირითადად რა თქმა უნდა გქონდა შეხება იმ სიმღერასთან და იმ ძველ ხალხთან გენიოსებთან ამ არაჩვეულებრივ ხალხთან და მისი ეს ურთიერთობა რა თქმა უნდა და მისი ეს ურთიერთობა იმ ძველ ხალხთან და მოკლედ ძალიან საინტერესო ისტორიებით რა ისეთი ისტორიებით რომ ნამდვილად რაღაცნაირად აი ძველ ჩანაწერებთან ურთიერთობა როცა მაქვს და მქონია ხოლმე ერთ-ერთზე ასე ვთქვათ, წამოწევულა ეს ნამდვილი ისტორიები და გონებაში რაღაცნაირად უფრო საინტერესო და რა თქმა უნდა რაღაცნაირად ემოციური იყო ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივი პიროვნება, მართლა თამაზის დავეთანხმები, რომ მისი დამსახურება დღემდე ერისიონი ესე დგას ფეხზე და ეს ნამდვილად როგორი საძირკველიც ჩაიყრება, ისე აშენდება მერე სახლი და მეც დავამატებ, მეც ქონია ბატონო. ჯემალთან ურთიერთობა გარდა იმისა, რომ ამხელა ლოტბარი და ამხელა მომღერალი იყო, არტისტული იყო. მსახიობის მონაცემები ქონდა არაჩვეულებრივი და საოცარი იუმორი და ბევრი ანეკდოტი რაც მე დღესაც ვატრიალებ ბატონი ჯემალისგან მოდის და ეს ყო ამოუწურავი წყარო აი სიამოვნების და აი კარგი განწყობის ნამდვილად ღონისძიებების აი სერია როგორც ვიცით 18 მაისს იწყება ოზურგეთში სოლო კონცერტით მოგვიყევით უფრო ვრცლად ამ კონცერტის შესახებ რეპერტუარის შესახებ მოგახსენებთ 18 მაისს ბატონი ჯემალის კუთხიდან, ოზურგეთიდან ვიწყებთ აი ამ აქტივობას, სადაც წარსდგება ანსამბლი ერისიონის თავის ტრადიციული შოუ პროგრამით, საათნახევრიანი შოუ პროგრამით, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება, ეს იქნება ღია ცის ქვეშ
და ყველასთვის და ყველასთვის რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი და ტრადიციულად შოუ პროგრამით მოგახსენება ჩვენ შოუ პროგრამაში გულისხმობთ სიმღერისა და ამ ცეკვის სინთეზს კი ბატონო და მოკლედ საინტერესო კონცერტი ეილით ჩვენს მაყურებელს ოზურგეთში. რაც შეეხება შემდგომ 20 მაისს ჩვენი მეგობრის გიორგი კალანდიას თან იქნება გამოფენა მის მუზეუმში, სადაც იქნება ბატონი ჯემალის შესახებ ვიდეო ფოტომასალები მისი მოღვაწეობის აი ამ ხელა პერიოდიდან დღემდე და მოკლედ საინტერესო საღამო იქნება ნამდვილად გიორგისთან და შემდგომ ყველაზე დამაგვირგვინებელი 30 მაისი. აქ ტრადიციულად შოუ პროგრამით არ წავსდგებით, აქ იქნება მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი, სადაც იქნება დაახლოებით საათი და 15 წუთიანი კონცერტი, სადაც შესრულდება დაახლოებით 18 სიმღერამდე თითქმის ყველა კუთხის ნიმუში და იქნება განსაკუთრებული და განსხვავებული კონცერტი მე მინდა როგორც ლოტვარმა თქვა იქიდან გამომდინარე რომ იქნება არა მარტო გუნდურის შესრულება, ინდივიდუალური წევრების წამოწევა დღევანდელი ანსამბლის წევრებს გულისხმობდა იმ არაჩვეულებრივ ბიჭებს თამაზის თამადობით რომლებიც ერთსულოვნად ერთიანად დგავართ ბატონი ჯემალის გვერდით და ვეცდებით რომ ეს ლამაზი დღე მიუძღვნათ მას. აქვე მინდა დავძინო რომ კონცერტამდე იქნება აუდიო ალბომის პრეზენტაცია. აი გვინდა და გვეკითხა სხვადასხვა ალბომის სადაც შესულია 100-მდე ფოლკლორული ნიმუში. აქაც ბატონი ჯემალის პერიოდიდან 80-იანი წლებიდან დღემდე და დღევანდელი ანსამბლის ჩანაწერების რეპერტუარის, რომელიც დაახლოებით ანალოგიურად 50 სიმღერამდე ითვლის. არის ისეთი ნამუშევრები, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. აუდიო ალბომშიც გახლავთ. დიახ, აუდიო ალბომშიც გახლავთ ეგეთი ნიმუშების სიმღერის და ასევე კონცერტზეც იქნება ესეთი ნიმუშების შესრულებელი, რომელიც აქამდე ერისიმის არ უმღერია. და ძალიან მრავალფეროვანი კონცერტი იქნება, ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც იქნება. ვიცით რომ მომღერალთა გუნდის კონცერტია, ხო? თუ იქნება აი მცირე საცეკვაო ელემენტები, რაც ერისიონისთვის ძალიან ერისიონის კონცერტი ყოველთვის არის შოუ. მომღერლები იქნებიან თუ მარტო მოცეკვავეები თუ ერთად ყოველთვის არის პატარა შოუ ყოველთვის. ჩვენ ყოველთვის ამ მიმართულებით მივდივართ და რა თქმა უნდა იქნება პატარა წაცეკვავეები, პატარა ცოტა სიურპრიზებსაც დავტოვებთ. ძალიან საინტერესო. ყველაფერს აგიყვეთ. კიდე რა სიახლე შეუძლია რომ მოხდეს ამ არაჩვეულებრივ საღამოზე. ბილეთები იყიდება თუ მოსაწვევებით არის? დიახ, მოსაწვევებით რა თქმა უნდა არის ძალაში და რა თქმა უნდა ბილეთები. ბილეთები არის თავისთავად. იყიდება ბილეთები ჯიზია. ბილეთები ჯიზია. შეუძლია ნებისმიერ სურვილს და ესროს და ისე ვერ გაგიშვებთ რომ სამომავლო გეგმებზე არ გკითხოთ ორი სიტყვა. სამომავლო შეიძლება რა ისი გაცხადებაც შეიძლება. კი ბატონო. სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა საკმაოდ ზოგადად აპრილის ბოლოდან ეს მაისი განსაკუთრებულად დატვირთულია, მაგრამ ჩვენ ივლისის ბოლომდე ძალიან აქტიურად ვართ ჩართული საგასტროლოთ თუ საქართველოს ტერიტორიაზე. საგასტროლოთაც მივემგზავრებით ყაზახეთში, სასონხეთში, შემდგომ ბათუმში ფიქრობთ რაღაც დაგვირგვინებას და ამით დამთავრებას ამ საზაფხულო პერიოდის და მოკლედ საკმაოდ ბევრი ზუგდიდში დიახ, ზუგდიდში ჩვენ ფესტივალზე ზუგდიდში და საოცარი გარემო არის იქ. ეს ახაც მომღერალთა ასე ვთქვათ გუნდები იღებენ მარტო მონაწილეობას და ძალიან საინტერესო ფესტივალი არის. ყოველ წელს ჩავდივართ ამ ანსამბლი რუსთავი, ბასიანის თუ ვინმე მომღერის კუთხეებიდან, საქართველოს კუთხეებიდან ყველა ჩამოდის და არის ძალიან კარგი საღამოები. მარტო ხალხური სიმღერის მე მაინტერესებს, აი მაგალითად ბატონ ჯემალს რომ დაედგა ეს საღამო. ბატონ ჯემალის თვალით დანახული, როგორი იქნებოდა ეს საღამო? აი ცოტა რთული შეკითხვა არის. როგორ დადგავდა? ანუ რაცვლილებებს შეიტანდა? შეიტანდა თუ არა? თუ არა და თუ რა შეიტანდა? ვიცით რა არის მე ესე ვიტყვი. რომელი ყველაზე მთავარი ცეკვა, ყველაზე მთავარი სიმღერა მისთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული. მისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი სიმღერა გურული სიმღერა. გურული ფერხული, მაგალითად ჩემთვისაც ახლა მე არ ვარ გურული, იმერელი ვარ, მაგრამ გურული ფერხული ჩემთვის არის ყველაზე შტამბეჭდავი და ყველაზე აი ასე ვთქვათ, სანახაობრივი ნომერი. სიმღერათა და ცეკვითაც, იმიტომ რომ ისეთი მრავალფეროვანი და ისეთი ლამაზი დადგმა არის, რომ უბრალოდ
აი როდესაც ჯორჯიალ ლეჯენდი იყო ჩვენი პროგრამა, იქ ფრანგებმა მაშინ გადაწყვეტეს რომ კონცერტი შოუ გამოვიდა ჩვენი CD ანსამბლის. ეს CD კონცერტი დაწყებული იყო გურული ფერხულით. იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს და იმდენად აი პირდაპირ მაგის დაწყება კონცერტის იყო აი ოვაციები სასწაული. მე ბატონი ჯემალის აზრი ვიცი ხე პირდაპირ ისაუბრებით და გამომდინარე ჩვენ რომ გურულებიო სხვა პლანეტიდან ავართ მოფრენილი. იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგია, ეს ფილოსოფია რაც გურულ სიმღერებში ამ მრავალფეროვნებაში ურთულესი შესრულების მანერა თუ გააკეთებს და გურული ასრულებს კი რა თქმა უნდა იმერალიზა, მეგრელიზა, კახელიზა ყვება, მაგრამ ამას უნდა რაღაც ალბათ სხვა აზროვნება და სხვა რაც ჩემამდე მოიტანა ბატონმა ჯემალმა და ნათელში ამ ყოფოს მისის უნარმა. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. კი, ნამდვილად და ძალიან საინტერესო საღამო იქნება. წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით, მადლობა. შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ის თარიღები ამ ღონისძიებების მიმართულებით. 18 მაისი ქალაქი ოზურგეთი, სადაც შოუ პროგრამით წარსდგება კონკრეტული ადგილიც რომ მივუთითოთ, თეატრის წინ, თეატრის წინ. დიახ, ღიაცის ქვეშ. საღამოს ალბათ ხო? საღამოს, აუცილებლად. შემდგომ 20 მაისს გვაქვს გიორგი კალანდიასთან ჩვენ მეგობართან არაჩვეულებრივი გამოფენა ბატონი ჯემალის შესახებ. და 30 მაისი ბატონი ჯანსუ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში და ველოდებით ჩვენს მაყურებელს გულით და სულით. ძალიან დიდი მადლობა ერისიონის ლოტბარი ბატონი თორნიკე კანდელაკი ბატონი თამას ბლუაშვილი ანსამბლის სოლისტი მომღერალი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მოგესალმებით, მადლობა. მოგესალმებით, მადლობა. აი სარეთის